მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას. თქვენ უსმენთ და უყურებთ სამედიცინო ინტერაქტივს. მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ პროფესორი, პედიატრი, ნუტრიციოლოგი ქალბატონი ნინო თოთაძე. დიდი პატივისცემით მოგესალმებით ქალბატონინო და დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და პირიქით მიხარია რომ დღეს თქვენ სტუდიაში. დიდი მადლობა და სანამ ჩვენ გადაცემას დავიწყებთ, არ შემიძლია რომ სრულიად საქართველოს არ მივუსამძიმრო ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება სამწუხაროდ ასეთი ცუდი ამბავი მოხდა და თითოეულ ადამიანს ვუსამძიმრებ აი ამ ძალიან დიდ დანაკლის, რომელიც მართლაც ყველამ ერთად განვიცადეთ და ეს ყველაფერიც სწორედ იმ დღეების განმავლობაში დადასტურდა, როდესაც ვნახეთ, რომ სხვა ხალხი იყო შეკრებილი და მართლაც აი ეს პატრიარქის სურვილი, რომელსაც ჰქონდა, რომ ერთიანი საქართველო ენახა, ჩვენ ამის მომსწრე გავხდით. ძალიან დიდი მადლობა ამ თემის წამოწევისთვის. მეც ამ დღეების შემდეგ პირველად მომიწია სტუდიაში ყოფნა და ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მთელი გულით პირველ რიგში ესე დავიწყებდი, რომ მადლობას გადავუხდი პატრიარქს, რომ ის ჩვენს გვერდით იყო ამდენი წლების მანძილზე და ვიცი რომ ჩვენს გვერდით იქნება მუდმივად მომავალში. მადლობა ჩემი პირადად ოჯახის სახელით. მე მქონდა ის ბედნიერება, რომ პირადად მქონოდა მასთანაც ურთიერთობა. არ ვიცი, ეს არის ალბათ ძალიან დიდი, რომელსაც გულში ატარებს ალბათ ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ამაზე ნაკლებად, მაგრამ მე ძალიან რამდენადაც სევდიანია იყო ეს დღეები, იმდენად იყო ძალიან გარკვეულწილად იმედის მომცემი, რომ რამდენად ძლიერია სიყვარული და მე ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული დღეები ყოფილიყოს ჩვენთვის სწორედ ის გაკვეთილი, რომ ერთმანეთის სიყვარული ნამდვილად გვესწავლოს და მე ვიმედოვნებ, რომ პატრიარქის სახელი ჩვენს თაობას და ჩვენს მომავალ თაობას მუდმივად გადაეცემა, როგორც წარუშლელი იქნება მისი კვალი. კი. დიდი მადლობა. ქალბატონო, არის მარხვა და ძალიან საინტერესო იქნება რომ დავიწყოთ მარხვის კვების დროს როგორი უნდა იყოს ჩვენი პატარების რაციონი. არიან ბავშვები, სტიხაროსნებიც, რომლებიც იცავენ მარხვას. მე რა თქმა უნდა, ხა 2 და 3 წლის ბავშვებზე არ ვსაუბრობ, თუმცა დღეს ჩვენ, როდესაც პედიატრები ყავს ხოლმე გადაცემაში სტუმრად და ქალბატონოს ნუტრიციოლოგი, პედიატრი, პროფესორი გახლავთ, ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ 18 წლამდე. და ნამდვილად ძალიან ბევრია სასიხარულოა ჩვენი მოზარდები ბავშვები, რომლებიც მარხვის პერიოდში თავიანთი სურვილით, თუმცა არასდროს არ ხდება ხოლმე რომ მამაო ამას აძალებს ან რაღაც, არასდროს არ ხდება მსგავს რაღაც, თავისი სურვილით იცავენ მარხვას და სწორედ ეს მინდა გკითხოთ, კვების რაციონი როგორ უნდა შევურჩიოთ მოზარდებს ამ დროს. ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ამ თემაზე საუბარი, გამომდინარე იქედან, რომ ბუნებრივია მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის მარხვა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში დეტალი, ესე რომ ვთქვათ, აუცილებლობა, თუმცა ბუნებრივია ვიტყოდით ალბათ ვიდრე გავშლილდი ამასთან დაკავშირებით საუბარს, რომ ეს მხოლოდ მარტო კვებასთან ბუნებრივია არ აისახება, თუმცა ერთ-ერთი კომპონენტია ამ შემთხვევაში ის გარკვეული პროდუქტების გარეშე კვება, რომელიც არ არის რეკომენდებული და მეორე მნიშვნელოვანი, რომ დღეს ნამდვილად ყველა ამ შემთხვევაში ღვთისმსახური ყოველთვის ითვალისწინებს ბავშვის მდგომარეობას, მის ასაკს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამიტომ ნაკლებად გვხვდება ხოლმე შეზღუდვები, თუ კი ამ შემთხვევაში სამედიცინო კუთხით აუცილებლობას წარმოადგენს კონკრეტული იმ პროდუქტის მიღება, რომელიც მარხვის დროს არ არის რეკომენდებული, ხო, ამ შემთხვევაში ქრისტიანული წესით. ბუნებრივია პირველი ალბათ დავიწყოთ იმ მხრივ, რომ ეს ეხება თუნდაც ბავშვებს, მოზარდებს, მნიშვნელოვანი არის, რომ კი, ეს დიდი მარხვა შესაბამისად ყველაზე რთულია, გამომდინარე იქედან, რომ გარდა რძის პროდუქტისა და ხორცეულის პროდუქტებისა და კვერცხისა, რომელიც ძირითად სილოვან პროდუქტებს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია, რომ ამოღებული იქნას რძის პროდუქტებიც. და რძის პროდუქტები ვიცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ხო, მოზარდებისთვის. ამ კუთხით არ არის ნებადართული თევზი, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცილოვანი პროდუქტია, მაგრამ მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ძირითადად ბავშვებში დიდად ეს პრობლემა, როგორც სამედიცინო კუთხით ექიმთან არ მქონია, რომ თუ ბავშვისთვის ეს საჭიროება იყო, ვინმესთვის მოთხოვნა ყოფილიყო, რომ აუცილებლად ამოიღო ესა თუ ის პროდუქტი. თუმცა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ
ამ ჩვენი კვების რაციონი ამ შემთხვევაში ძირითადად მაინც მოდის გამდიდრებული ბოსტნეულით, ძირითადად მაინც, რომ ხილი სეზონურად გვაქვს, რა თქმა უნდა, საქართველოში ამ ხრივაც განებირებული ვართ, მაგრამ ძირითადად მაინც განსაკუთრებული უფრო მეტი შემოსვლა პროდუქტების რაოდენობაში ჯერადობით მოდის მაინც ბოსტნეულზე და განსაკუთრებულ ცილოვან პროდუქტებზე. ეხლა, როდესაც საუბრობთ, როგორი უნდა იყოს, ხო, კვება ამ შემთხვევაში, ბუნებრივია ის ძირითადი 4 ჯგუფი პროდუქტებისა, რომელიც არის ცილოვანი პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და ბურღულეული, კვლავ რჩება აქტუალური. ეხლა მე მაინც ჩამოვთვლი, რომ ცილოვანი პროდუქტების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მის აღებად, რაც ამ ეტაპისთვის, ანუ მარხვის პერიოდში არის სწორი, არის ცილოვანი ბარდა, ლობიო, რომელიც ცილოვანი ძირითადად პარკოსანი მცენარეები არის, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თხილეული, თესლეული, რომელიც ცილოვან პროდუქტებს და ასევე ძალიან სასარგებლოა, როგორც ასევე ძალიან სასარგებლოა თავისი შემადგენლობით, როგორც ვიტამინების, ისევე უჯრედისის და ასე შემდგომ და მნიშვნელოვანი მეორე კომპონენტი, რომელიც არის ბოსტნეული, რომელიც რეალურად ითვლება, რომ ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტების ჩამონაცვალთა სიაში შედის ყოველდღიურობით და შესაძლებელია კიდეც ბოსტნეულის ამ შემთხვევაში ჯერადობის რაოდენობის გაზრდა მოხდეს. მესამე არის ხილი და მეოთხე არის ბურღულეული. ორადორი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დასაშვებია ცხიმი და ჯანსაღი ცხიმი, ბუნებრივია არის ზეითუნის ზეთი, ავოკადო, რომელიც ერთადერთი ხილია, რომელიც ჯანსაღი ცხიმის შემცვლელი პროდუქტია და თავისუფლად შესაძლებელია იყოს. თუმცა ბევრი არ ჭამს, რატომ? კი, რა თქმა უნდა, აქაც გაგეუბნებოა ბუნებრივია, რა თქმა უნდა, რომ მომზადდეს. კი, ბუნებრივია გეთანხმებით, აქაც თავისი დოზირება, მით უმეტეს თუ კი ჩვენ ბავშვების ასაკს საუბრობთ, დაცულობა ამ კუთხით, თუმცა ის არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი, როცა ვსაუბრობთ ჯანსაღ ცხიმებთან დაკავშირებით. ერთადერთი ალბათ მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ამ კუთხით იყოს, სამედიცინო კუთხით რეკომენდაციის მიცემა, რომ ყველაზე მეტად რთულია, რა თქმა უნდა, და მეც გამომიცდია მსგავსი პრობლემა, მაგრამ ძალიან რთულია, მაგრამ ალბათ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ის ნახშირწყლოვანი პროდუქტები, რომელიც არის თქვა იგივე პური, ფუნთუშები და ასე შემდგომ, მაინც უნდა მოხდეს ნაკლებად მიღება, ვიდრე ვღებულობთ, იმიტომ რომ გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ხშირად ჯერადობის რაოდენობა მარხვის დროს ასეთი მისაღები პროდუქტების იზრდება. განსაკუთრებით მე ამ საკითხს ვაყენებ, იმიტომ რომ თეთრი ფქვილისგან, ანუ უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან მომზადებული ძირითადად ასეთი პროდუქტები, ეს არ არის ჯანსაღი პროდუქტები, რომლის რაოდენობა აუცილებლად საჭირო არ იყოს შეზღუდული რაოდენობით, იმიტომ რომ ეს არის ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლოვანი პროდუქტები და შესაბამისად გამოდის, რომ ცილოვან და სხვა ჯანსაღ პროდუქტებზე მეტად ვღებულობთ ამ პროდუქტებს. თუ კი ჩვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა და ბუნებრივია მე ალბათ დადგება ეს დროც, რომ თელმარცვლიანი პორი იქნება ყოველდღიური მენიუ ალბათ განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, იმიტომ რომ თელმარცვლიან ბურღულეულ პროდუქტზე როცა ვსაუბრობთ, თუმცა მისი მომზადების ფორმით ახლა დღეს ხელმისაწვდომია ბურღულეული, თქვათ იგივე ფაფებისთვის ბურღულეული ძალიან ბევრი პროდუქტები მაინც გვაქვს, ანუ მეტი უპირატესობა მივანიჭოთ, როდესაც ვსაუბრობ ბურღულეულზე თელმარცვლიან პროდუქტზე. ეს არის პური თუ მისგან წარმოებული სხვა მთელი რიგი პროდუქტების. და მეორე მნიშვნელოვანი, რაც ასევე მინდა ვისაუბრო, ეს არის ცხიმთან დაკავშირებით, განსაკუთრებულად მაინც იმატებს ხოლმე მოსახლეობაში მარხვის პერიოდში სპრედების გამოყენების რაოდენობა, რომელიც არის არაჯანსაღი ცხიმი, რომელიც ტრანსხიმების სახითაც არის ესე ცნობილი და მაქსიმალურად ალბათ სასურველია და შევეცადოთ, რომ სწორად მსგავსი პროდუქტების გამოყენება იყოს აუცილებლად მინიმუმამდე დაყვანილი და ამ შემთხვევაში მისი ჩანაცვლება სრულად მოხდეს, თქვათ იგივე მცენარეული ჯანსაღი ზეთის საშუალებით, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ რომ არა მარხვაზე ვსაუბრობდეთ, ჩვეულებრივ ყოველდღიური, თუნდაც ხსნილის ჩვეულებრივი კვების დროსაც კი ამ შემთხვევაში ჯანსაღი ცხიმი ერთ-ერთი აქტუალური პროდუქტია და აქაც ნაჯერი ცხიმებთან დაკავშირებით, რომელსაც რძის პროდუქტებიდან ვღებულობთ და თუნდაც ცხოველური რძის პროდუქტებიდან, რომელსაც ვსაუბრობთ. მაინც ბევრად სასურველია, რომ მეტი წილი მოდიოდეს მცენარეულ, ანუ ეგრეთ წოდებულ სუფთა ზეთზე, ავოკადოზე და ასე შემდგომ. ჩანაცვლება მაინც ეს უნდა მოხდეს აუცილებლად. და მეტი წილი ალბათ ის
ისე ვიმეორებ ბოსტნეულის მიღების და თქვათ ხილის, რომელიც აქტუალურია. მეორე კუთხით, რა თქმა უნდა, თუ კი ჩვენ კი ბუნებრივი ახლა საუბრობთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიტამინების დეფიციტი შეიძლება ამ ასეთ კვებებს ახდეს, როგორიც არის თქვათ ბეჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებულად რომელიც გვხვდება ხორცში, მაგრამ აქვს მეორე უდიდესი და მნიშვნელობა მარხვის დაცვას, იმიტომ რომ ბოსტნეულის პროდუქტების ესეთი ჯერადობით მიღება და ცხიმიანი პროდუქტების ნაკლებად მიღება ამ შემთხვევაში ორგანიზმს ეხმარება უჯრედისის დიდი რაოდენობის მიღებაში. შესაბამისად ის პრევენცია არის დიაბეტისა, სიმსუქნისა და სხვადასხვა დაავადებების რისკის განვითარების. ამიტომ რა თქმა უნდა, თუ კი ვთქვათ რომელიმე ვიტამინებს აი მე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ამ შემთხვევაში ყოველთვის ხდება გათვალისწინება და ძალიან ბევრი მოძღვარია, რომელიც კურთხევას აძლევს რძის პროდუქტების მიღებას განსაკუთრებულად ბავშვებში. ორსული ამ შემთხვევაში ნაკლებად სხვათა შორის ორსული ვინც იცავს გარკვეული დღეების მანძილზე, ხო, ეს აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს ექიმთან, შეთანხმებული უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნუ აქ შეიძლება აღებული იყოს რამდენიმე დღე, ვთქვათ, ეს მათი ყოველთვის ინდივიდუალური მომენტია, რომელიც სასურველია ყოველთვის, რომ ის იყოს შეთანხმებული როგორც მოძღვართან, ასევე ექიმთან აუცილებლად, რომ გათვალისწინებული იყოს ეს პრობლემა ამ შემთხვევაში და ამ კუთხით ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვება, ეს ასევე მარხვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია და საწოლი. აი, თუმცა ვინც არ არის მარხვაზე, იმ მოზარდებისთვისაც მაინტერესებს, რამდენად აუცილებელია და რამდენჯერ უნდა მიირთვას თუნდაც თევზაული რძის პროდუქტი, ხორცეული ბავშვმა, მოზარდმა, ანუ მე არ მაქვს შვილებზე, რა თქმა უნდა, საუბარი და როგორ უნდა გადაანაწილოს დედამ აი ამ დღეების მიხედვით მისი კვების რაციონი. ძალიან კარგი კითხვა, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ საუბრობთ ასაკობრივი ჭრილის მიხედვით, რა თქმა უნდა, მე ხშირად მიწევს ეთერიდან ამის თქმა, მაგრამ მაინც აუცილებლად უფრო დავკონკრეტდები. ჩვენ თუ საუბრობთ იმ 4 ჯგუფზე, როგორიც არის ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები, ამ შემთხვევაში ცილები, ნახშირწყლების რაოდენობის მიღება და ის 4 ჯგუფი, ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული და ცილოვანი პროდუქტები, ეს ყოველთვის ხდება, რჩება აქტუალურ საკითხად, ანუ ყოველდღიურ მისაღებ პროდუქტებად, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არის ასაკობრივი ჭრილის მიხედვით, რა რაოდენობას ვღებულობთ. შესაბამისად, ბუნებრივია ეს არ ეხება უფრო 1 წლამდე ასაკის ბავშვებს, ვიცით რომ 6 თვიდან ძირითადად წლამდე და 2 წლამდე ეს არის ის პერიოდი, როდესაც ბავშვები სწორი წესით სინჯავენ თითოეული ამ ჯგუფის შემადგენელ პროდუქტებს, რომლებიც მათი ყოველდღიური მენიუს შემადგენლობაში შედის შემდგომ უკვე, მაგრამ დაახლოებით აი 3 წლიდან იცვლება მენიუს რაოდენობა. ყოველდღიური მისაღები, ხო? თქვათ თუ კი ნახევარი ჭიქა, თქვათ წლამდე, 2 წლამდე მისაღები, იგივე ხილი და ბოსტნეული ბავშვებისთვის და არ არის რა თქმა უნდა ჯერადობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად კიდევ უფრო რაოდენობა იზრდება ასაკის ჭრილთან დაკავშირებით, მაგალითად 2 ჭიქა, 2 ჭიქა ნახევარი გოგოებში, ვაჟებში, მით უმეტეს ეს პუბერტატული პერიოდის დროს. ანუ ხილი, ბოსტნეული და ცილოვანი პროდუქტები კვების თითოეულ ნაწილში უნდა იყოს გადათვალისწინებული. მე აქვე ამ კითხვასთან ერთად თქვენის ნებართვით გავშლი სულ ბოლო პერიოდის რამდენიმე თვის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იქნა განახლებული გაიდლაინი, ეგრეთ წოდებული კვების გაიდლაინი. არის ისეთი სიახლე, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით? პრაქტიკულად იცით რა, ბევრი დასაკვირვებელი საკითხი ხარ, რო გითხრათ, რომ ძალიან მოულოდნელი იყო ამ საკითხის გაშლა და ძალიან ბევრი სიახლე მივიღეთ, რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი სწორი ნაბიჯი კვებასთან დაკავშირებით, მაგრამ იცით რა არის შტაბ-ჭრილება, რაც შეიძლება ექიმს დარჩეს, რომ ბუნებრივია ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ცვლილებებს ჩვენ აქ ვერ ვხედავთ, არის 2 ძირითადი მნიშვნელოვანი დეტალი, კიდევ უფრო წამოწეული, ანუ ცილის რაოდენობის გაზრდა დღის მანძილზე, ანუ პირველი მისაღები თითოეულ კვებაზე განსაკუთრებით, როგორც ბავშვებში, ასე მოზრდილებში ითვლება, რომ ეს არის ცილოვანი პროდუქტები და დაახლოებით 1 კილოგრამამდე კილოგრამ წონაზე იზრდება მისი რაოდენობა, ანუ რაოდენობრივად ცილა პროდუქტები ხა ჩვენ მქონდა, როდესაც კვებაზე ვსაუბრობთ, იქ არის სპორტსმენის კვება, თქვა ასაკობრივი ჭრილის მიხედვით დაავადებების დროს და ასე შემდგომ, განსაკუთრებულად აი სპორტსმენებში მქონდა ცილის მეტი რაოდენობა. პრაქტიკულად ცილის რაოდენობა ეხლა გაზრდილი არა მარტო ფიზიკური ძლიერი დატვირთვის დროს, ანუ ყოველდღიური ცხოვრების დროს თითოეული ადამიანისთვის. მეორე ძაც ძალიან მნიშვნელოვნად არის ყურადღება მიქცეული ამ გაიდლაინის მიხედვით, ეს არის შაქრის შემცირების რაოდენობაზე და ძალიან ბევრჯერ ხდება აქცენტირება ამ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ უფრო ნაკლებად მარილთან.
ვიდრე შაქართან რაოდენობით. აი, ჰიმალაის მარილზეც რას ფიქრობთ საინტერესო? არა, საკმაოდ ჯანსაღია. ამ შემთხვევაში მარილის მიღება რეკომენდებული ნამდვილად არის 2 წლის ზემოთ მით უმეტეს ბავშვებისთვის. მთავარი არის იყოს დაცული დოზირების მომენტი და კიდე ერთს ვიტყოდი, გარდა მარილისა, ჩვენ როცა ვთქვათ პირდაპირ მისაღები მარილის რაოდენობაზე ვსაუბრობთ, აქ არის კიდევ ნატრიუმის შემცველობის პროდუქტები, ვთქვათ იგივე. მოდით მაყურებელს ვთქვათ ბოდიშით რომ გაწყვეტინებთ, ზოგიერთი პედიატრი მე შეგნებლად არ დავასახელებ, ეს არ არის ჩემი სტილი და ჩემი გადაცემის სტილი. 6 თვიდან ბავშვებში ნიშნავს მარილს და მოდით მივმართოთ რა მშობლებს თუ შეიძლება. არ არის სასურველი, არ არის რეკომენდაცია. პირველი ალბათ ავხსნით ესეთი მაყურებლებისთვის უფრო გასაგებად, რომ როდესაც ბავშვები იბადებიან, მათ უფრო მეტად გენეტიკურად ამ შემთხვევაში მიზიდულობა, ასე რომ ვთქვათ, ანუ ჩადებული კოდირება აქვთ უფრო მეტად მოტკბო პროდუქტებზე. ამიტომ არის, რომ მათთვის დედის რძე და თუნდაც ვთქვათ, გამონაკლის შემთხვევაში ხელოვნური ადაპტირებული ნარევი არის ყველაზე მეტად მისაღები. ეს გარკვეულწილად თავდაცვაც არის ბავშვებისთვის სხვადასხვა არასასურველი ვთქვათ მიკროელემენტების ორგანიზმში მოხვედრის გამო. ანუ მათთვის მისაღები არის მოტკბო გებო, რომელიც რა თქმა უნდა შემდგომ უკვე განვითარების დროს იქ უკვე ჟავიანობა ვთქვათ იქ შინაგანი ორგანოების განვითარების კუთხით, რა თქმა უნდა ეს იცვლება და მათი მოთხოვნილება უკვე გემოვნების მიხედვითაც ნელ-ნელა ყალიბდება. ამიტომაც არის რომ როდესაც 6 თვის ხდება ბავშვი და გადაყვავს დამატებით კვებაზე, ამ შემთხვევაში ყველაზე შედარებით, რომელიც აი მეცნიერულადაც კი კვლევებით დადასტურებულია, ყველაზე რთული რა პროდუქტების შეჩვევაც არის ბავშვისთვის, ეს არის ბოსტნეული. იმიტომ რომ შედარებით გემოსაგემოვნებო კუთხით განსხვავდება ყველა მიღებული სხვა პროდუქტისგან. ამ შემთხვევაში ორი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გაიცემა მშობლებისთვის, რაც ალბათ რეალურია გამოსაყენებლად. პირველი რომ თუ ორსულობის პერიოდში დედა თვითონ ღებულობს ჯანსაღ ამ პროდუქტებს, რომელიც ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ ყველა ჯგუფიდან. შესაბამისად, ბავშვი ბევრად ადვილად გადადის დამატებით კვებაზე და მისთვის უფრო ორგანული ხდება თითოეული ეს პროდუქტი და მეორე მნიშვნელოვანი რომ არასოდეს კატეგორიულად იკრძალება და ბუნებრივია მეც ამის მომხრე ვარ და დამეთანხმებით როგორც დედა რომ შეუძლებელია ძალადობით ბავშვისთვის კვება და მას მივაწოდოთ და ზედმეტად თქვა ამ შემთხვევაში რაიმე ხერხი გამოვიყენოთ რომ თუნდაც აი მაშინ როგორ უნდა ვაჭამოთ სუპი მაგალითად. იცით რა ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი მომენტი ითვლება რომ ეს არის თუ არ გავართობთ თუ აი რა როგორ უნდა მივაჭამოთ სახით კალტენათი აქ არის რეკომენდებული თუ ის ბოსტნეულს მიიღებს აქ არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება წვნიანი სახით კი ბატონო წვნიანი სახით მივცეთ თქვა თერმული დამუშავებით ეს იქნება თქვა ცოცხალი რა თქმა უნდა ხა პირველ ეტაპზე ჯობს რა თქმა უნდა იყოს თერმული დამუშავება პირველი მნიშვნელოვანი ითვლება რომ ამ შემთხვევაში ბავშვი უნდა მოგწყინდეს ეს არ არის მარტივი გეთახმებით საკმაოდ რთული თემა ბევრი მშობლის წვნიანი როგორ უნდა ვაჭამოთ ბავშვებს გეთახმებით ამ შემთხვევაში მაგრამ სჯობს რომ შეთავაზების მომენტი შეიძლება იყოს ეს 10-იც 15-იც და არ გამოირიცხება რომ ეს რაოდენობა იყოს საჭირო მეორე მნიშვნელოვანი აქ არის რომ რა თქმა უნდა ბავშვებისთვის უფრო თუ კი მათ დედმამიშვილები ყავთ რომ ყველასთვის იყოს დასანახი რომ აი ამ პროდუქტს მიირთმევს ანუ ოჯახური ამ შემთხვევაში გარემო მათზე ძალიან დადებითად მოქმედებს მესამე ესეც რთულია ვიცი მაგრამ ბავშვები იმსახურებენ ამ ყურადღებას მოკლედ ესე რომ ვთქვათ მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ იგივე შევცვალოთ მისი მომზადების წესი თუნდაც მაგალითად ეხა მაყურებელს ძალიან იოლი პროდუქტით რო აუხსნათ იგივე ვთქვათ კვერცხის მომზადების დროს ხო შეგვიძლია გამოვიყენოთ ვთქვათ რომელიმე სასურველი ბოსტნეული ამ შემთხვევაში როგორც თმების კუთხით შეიძლება პომიდორი გამოვიყენოთ და განსაკუთრებულად ჯობს უფრო ჩერი პომიდორი უფრო ბავშვებისთვის თუნდაც წითელი ბულგარული წიწაკა რა თქმა უნდა ბულგარული წიწაკა რომელსაც მივცემ ვთქვათ კვერცხზე წარბის ფორმას იგივე ვთქვათ შესაძლებელია რაც ვახსენეთ პომიდორი ვთქვათ პირის ტუჩის და რაღაც მსგავსი ფორმების რომელიც ასეთი გასართობელი თამაშები ბავშვებზე ყოველთვის დადებითად მოქმედებს და მათთვის ასაქმელია ნუ თუ რა თქმა უნდა ის ასაკია უკვე რომ შეგვიძლია მათთან ერთად წავიდეთ პროდუქტების შესაძენად ისინი იყვნენ ჩართული ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ეს თუმცა ხშირად არიან ჩართულები მაგრამ ტკბილეულის და შოკოლადების აი ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იმიტომ რომ დღეს თქვენი კითხვა გარკვეულწილად ძალიან დიდ სიმართლეს ატარებს იმ კუთხით რომ არ ვიცი ხა ალბათ სამწუხაროდ ესე ხდება რომ ყველაზე დიდი შოკოლადი გაზიანი და ალბათ მარტო ჩემი პრობლემა არ არის ზოგადად მშობლების პრობლემა იქნება კი ბატონო და ეს ბუნებრივია არის და ვერც გავექცევით ეხა ესეც ძალიან ძნელია რომ ჩვენ ვთქვათ რომ ბავშვი გაიზრდება ისე რომ თქვა მსგავსი პროდუქტების გასინჯვა არ მოხდეს ხო ჩვეულებრივი
სოციუმის წევრია, თითოეული ჩვენთაგანი და ასევე ბავშვიც. თუმცა მე გავზარდა პირველი შვილი ისა, რომ 3 წლამდე საერთოდ არ იცოდა შოკოლადის გემო. აქ რაც უფრო ჩვენ ამ ასაკში ვინარჩუნებთ, რომ მსგავსი პროდუქტების მიღება არ მოხდეს, ანუ ნახეთ, როდესაც მშობელი მოდის და ძალიან ბევრია და მე ვერ გეტყვით, რომ ეს არის მცირე რაოდენობა. და გეუბნება, რომ ჩემი შვილი პრაქტიკულად არ მიირთმევს არაფერს. რა თქმა უნდა, ხა ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად არის, რომ შესაბამისობაში ბავშვი აქტიურია, ბავშვი მოძრავია და ასე შემდგომ. კი, შესაძლებელია იქ იყოს თქვა რაიმე პრობლემა, თქვა მასის მატების, თუნდაც გარკვეული იშვიათ შემთხვევაში თქვა შეუსაბამობაც ასაკსა და სიმაღლეს შორის და ასე შემდგომ, ეს მალნუტრიციის პრობლემაზე მივდივართ, რომელიც არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიგამხდრესთან დაკავშირებული, აქ ძირითადად მისი დეფინიცია მიდის, როგორც მიკროელემენტების ნაკლებობა და მშობელი გეუბნება, რომ პრაქტიკულად ბავშვი არ მიირთმევს არაფერს, მაგრამ როდესაც ჩამოთვლით საკმაოდ კალორაჟის რაოდენობით ბავშვს მიღებული აქვს საკვები პროდუქტი და სწორედ დღეს თუნდაც იმ ახალი ამერიკული გაიდლაინით და ბუნებრივია ამას არც უნდა ალბათ რეკომენდაცია ექიმისთვის კალორაჟის მიღება რაოდენობით რაც არის სადღეღამისო დოზა ბავშვისთვის ამას საერთოდ არ აქვს დიდი მნიშვნელობა უფრო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ კუთხით ეს კალორიები როგორი პროდუქტებით არის შევსებული ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ბავშვი რომელიც არ ჭამს ის პრაქტიკულად ჭამს და მიირთმევს მაგრამ მიღებულობს ისეთ პროდუქტებს რომელიც არ ითვლება იმ ჯანსაღ პროდუქტების მონათვალში და ხშირად ეს არის სწორედ წუხილი მშობლის რომ ის მიირთვა მაგრამ არ ჩაითვალა და სახლის ოჯახის მომზადებული საკვებზე მან თქვა უარი რა თქმა უნდა ძალიან სწორი მიმართულება რაც უფრო ჩვენ გავახამძლივებთ იმ პერიოდს რომ სწორედ ესეთი პროდუქტებით შეუვსებთ მათ საკვებ მენიუს ეს იქნება ძალიან დადებითი ბუნებრივია მე არ ვსაუბრობ რომ რაღაც ვთქვათ სასიამოვნო პროდუქტი მაგრამ ამის ძალიან ბევრი სწორი მიმართულება და რეცეპტიც არის აი მაგალითად თუნდაც ახლა მე როდესაც საფრანგეთის სკოლის ასაკის ბავშვების კვებას გავეცანი პრაქტიკულად ამოღებულია შაქარი დღის რაციონში. თუმცა ეს არის ნიშნავს იმას, რომ ბავშვებმა არ მიიღოს იმ მოტკბო გემოს პროდუქტი. მაგალითად, შაქარი ჩანაცვლებულია ბევრად ჯანსაღი ნეკერჩხლის სიროფით, რომელიც არის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ჯანსაღი პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, მას სჭირდება ნაკლები დოზირება და შესაბამისად, თქვა იგივე ხილის სალათი ნეკერჩხლის სიროფით არის ბუნებრივად მისაღები. რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი პრობლემა ხა ესეც არ გამიგოთ იქ, თქვა ოჯახს უნდა კონდეს ამის შეძენის საშუალებაც, უნდა იყოს რა თქმა უნდა ხელმისაწვდომობა მსგავსი პროდუქტების, მეტი ინფორმაცია უნდა კონდეთ მათ როგორი პროდუქტი გამოიყენოდან ეს ბუნებრივია სამედიცინო პერსონალისგანაც უნდა ღებულობდნენ მსგავს ინფორმაციას, მაგრამ ის რაც ყველა ჩვენთაგან შეუძლია, ყველა ოჯახს შეუძლია, რა თქმა უნდა ეს არ იყოს ეს პროდუქტები წამყვანი მათ მენიუში და კიდევ მეორე მნიშვნელოვანი. განსაკუთრებულად პრობლემას ვხედავთ ბავშვებში, აი არ მიირთმევს, არ ჭამს ეგრეთ წოდებული, არ იკვებება ბავშვები იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვია პირველი ღებულობს ასეთ პროდუქტს. შესაბამისად, ტკბილეული თუ ბრღულეული დამზადებული მსგავსი პროდუქტი, ის არის ნახშირწყლები, რომელსაც სწრაფად აითვისებს ორგანიზმში. შესაბამისად, ამ შემთხვევაში საქრის დონე იზრდება სისხლში, იმ წუთში ენერგიულია ბავშვი, დანაყრების შეგრძნებაც აქვს, მაგრამ პრაქტიკულად ეს პროდუქტებია, რომელიც უკვე მალევე იწვევს, ვთქვათ, შიმშილის გრძნობას და ისევ თუ ჩანაცვლება მოხდა ტკბილი მსგავსი პროდუქტებით, ეს უკვე მიდის არასწორ კვებაზე და ვთქვათ, ბუნებრივია არასწორი პრევენცია შემდგომი დაავადებების რისკის განვითარების. ამიტომაც არის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პირველი უნდა იყოს მიღებული, როდესაც ბავშვს მithumetes შიმშილის გრძნობა აქვს, ცილოვანი პროდუქტები. ბურღულაუს ვამზადებთ მაგალითად მხოლოდ კარაქით დაუშვათ რომელიმე ან გრეჩიხის ფანტელს ან შვრიის ფანტელს ხო ეს ხო არ ითვლება რომ გადის ტკბილში რაცა ჩვენ შაქარს არ ვშობთ როდესაც შევსაუბრობ დაბალანსებულ კვებაზე ეს თქვათ ხემსის მომენტით ამ თქვათ ერთ-ერთი კვება ეს შეიძლება იყოს მაგრამ ისი არ უნდა მოხდეს რომ დღის განმავლობაში როცა ჩვენ ჯანსაღ კვებაზე ვსაუბრობთ რა თქმა უნდა აქ უნდა იყოს ჩვეულებრივად დილის საუზმის სადილის და ვახშმის დროს გარკვეული ცილოვანი პროდუქტი მიწოდებული ეხლა მე კიდე ჩამოვთვლი ცილოვან პროდუქტებში გადის რა? ხორცი, თევზეული, კვერცხი, რძის პროდუქტები ყველით, კვერცხი. აი, გულისხმობ ამ პროდუქტებს, რომ ეს პროდუქტებიდან ან პარკოსნები ბუნებრივია ამ შემთხვევაში ბოსტნეულით ნაწარმოები პროდუქტები. ეს პროდუქტები აუცილებლად სამჯერადად ბავშვის კვებაში უნდა შედიოდეს რომელიმე მათგანი დღის რაციონში კვების დროს. ხა ხემსის დროს, ხა დამატებით კვებაზეც გადადის ბავშვი, მაშინ რა თქმა უნდა უკვე სხვა კვება, მაგრამ ჩვენ უკვე ვსაუბრობთ, როდესაც
როდესაც ყოველდღიური კვება იქ უკვე ჩამოყალიბებულია საუზმე სადილი ვახშამი თავისი ხემსით. ალბათ 6 წლის წევით უკვე დაახლოებით. მეტიც უკვე თუნდაც 3 წლიდან, როდესაც სამჯერადი კვების კვება გაგვაჩნია. ამ შემთხვევაში ცილოვანი პროდუქტის მიღება გასაგებია ეს ყველაფერი, თუმცა მე მაინტერესებს პირიქით გკითხოთ ესეთი დაგისვათ ესეთი კითხვა. არიან მშობლები, რომლებიც მოზარდებს მაგალითად ეუბნებიან, რომ შენ არ ჭამო 5-6 საათის შემდეგ არ გასუქდე, წონაში არ მოიმატო. ამას აკეთებენ ჩვეულებრივ მშობლები, იმიტომ რომ ფიგურა შეინარჩუნოს მოზარდმა. ეს სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება. მე არ მაქვს რაღაც დარღვევებზე საუბარი, უბრალოდ რომ თავისი ფიგურა შეინარჩუნოს და ამ ბავშვს ჭირდება კვება. იცით თუ იმ პერიოდში 18 წლამდე არ მიიღო ორგანიზმმა ესეთი სწორი კვება, მე ალბათ ყველაფერზე მოქმედებს, რა თქმა უნდა, ხო? როდესაც ყალიბდება ადამიანის ორგანიზმი ყველა მხრივ. და რა იქნებოდა თქვენი რჩევა, რომლებიც, მშობლები, რომლებიც თავიანთი შვილის ფიგურაზე უფრო ზრუნავენ? ბუნებრივია ფიზიკურ ამ შემთხვევაში გარეგნობაზე სრულიად ერთ-ერთი სწორია, გარკვეულწილად, რა თქმა უნდა და ყველა მშობელს და თვით ბავშვსაც თუ კი ეს ჩამოუყალიბდება. თუმცა რამდენიც სწორია, რომ ნუტრიციოლოგთან ერთად გაიაროს იმ მოზარდის კვების რაციონი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კომპეტენტურად და სწორი აზრის მიწოდება ყოველთვის რეკომენდებულია და ყოველთვის სწორი არჩევანია, ბუნებრივია ესე რომ ვთქვათ. ბუნებრივია ხა დღესაც გარკვეული პრობლემები, ეს არ არის ერთი ოჯახის პრობლემა და ეს არ არის ვთქვათ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ესე რომ ვთქვათ. დღეს ძალიან ბევრი მშობელი, ძალიან ბევრი ქვეყანა და წარმატებული ვთქვათ საერთაშორისო ქვეყნები, იგივე ამერიკაც, იგივე ევროპის ქვეყნები, ძალიან ბევრი კლინიკური კვლევები მოდის ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ შესაბამისად რამდენად ჩანაცვლებადი არის თუნდაც ღამის გაუაზრებელი კვებაც, რასაც მე კიდე ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობ, როდესაც ბავშვი ვთქვათ гаджеტებთან თამაშობს, შესაბამისად მისი კვების რაციონის სწორი ახქმა, შეთვისებაც ესეც არასწორად ხდება. ამიტომ ძალიან დიდი პრობლემები მოდის ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თუნდაც პანდემიიდან დაწყებული და ძალიან ბევრი პრობლემა მოხდა. პანდემიამ ამას ხელი შეუწყო. რა თქმა უნდა, პანდემია იყო ერთ-ერთი ხელშემწყობი სწორედ ფიზიკური აქტივობის შემცირების, რომელიც იყო ბავშვებისთვის განსაკუთრებულად პრობლემატური და მე ყოველთვის ვამბობდი ამას, რომ ეს გარკვეულ შედეგს მაინც წლების მანძილზე მოგცემს. ეს ბუნებრივიც არის, თუმცა არა ის შედეგს, რომლის გამოსწორებაც არ შეიძლება, ხომ? ამ შემთხვევაში. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ პირველი ჯანსაღ კვებასთან ერთად ყოველთვის მოდის მეორე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ფიზიკური აქტივობა. ჩვენ ვსაუბრობთ ყოველდღიურ ასაკობრივ წულთა შესაბამის ფიზიკურ აქტივობასთან. რა თქმა უნდა, მე ამ ეტაპზე არ ვსაუბრობ დატვირთული ფიზიკური აქტივობით, ანუ თქვა კერძო სპორტით. აქ კიდე სხვა ფაქტორებია გასათვალისწინებელი, მაგრამ ის რომ ბავშვს მინიმუმ საათი მაინც კონდეს ფიზიკური აქტივობის დღის მანძილზე, განსაკუთრებით თუნდაც უფრო სკოლამდელი ასაკის და სასკოლო ასაკის ბავშვებზე ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში სკოლის ასაკის ბავშვებზე, ეს არის აუცილებელი. ეს ითვლება როგორც თქვა იგივე ეზოში თამაში, სკოლაში ფეხით წავიდა, სკოლიდან ფეხით წამოვიდა და ბუნებრივია, როდესაც ახლა ვისმენთ ხო ბავშვები თან დღეს დატვირთული მეცადინეობით, დატვირთული მასწავლებლებთან სიარულით, მანქანით გადაადგილება, პრაქტიკულად ეს გარკვეულ პრობლემას ქმნის. ნახეთ, ოჯახში იქნება ესეც გასაგებია გარკვეულწილად ის პრობლემები, რომ ვთქვათ დარღვეულია რიტმი, ხო იგივე სადილის პერიოდის, ვახშმის პერიოდის და ბუნებრივია ის, როდესაც სახლში ბრუნდება, მას ამ კვების მიღების აუცილებლობა აქვს. ეგ ამ შემთხვევაში ბუნებრივია, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა იყოს და ყოველთვის მისაწოდებლად ბავშვს ვთქვათ ვერ იკვებება, ჯანსაღი ხემსი მაინც კონდეს მას ხელთ, რომ შესაბამისად მიიღოს. ბუნებრივია, მათი ფიზიკური აქტივობა, ამ შემთხვევაში გონებრივი აქტივობა გადაღლაც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ისინი პატარები არიან და მათ არ აქვთ თავიანთი ამ შემთხვევაში ემოციური სფერო. პირიქით, მათი ემოციური სფერო შეიძლება კიდევ უფრო გასაფრთხილებელი იყოს ვიდრე ჩვენი, ხო? იმიტომ რომ ფიზიკური გადატვირთვა, მათაც ყოველდღიური სოციუმის წევრები არიან, მიდიან ბაღში, სკოლაში, სხვადასხვა თავგადასავლები აქვთ. შესაბამისად, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, თანხვედრია სწორ კვებასთან და ფიზიკურ აქტივობასთან და ასევე მის ემოციებთან, რომელიც მშობელთან თუ ახლობელთან უნდა მოხდეს გაზიარება. გარკვეულწილად მშობელი, კი ბატონო, ერევა ამ საკითხში, მაგრამ ამ საკითხში ჩარევის პარალელურად უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, მისი დაბალანსებული კვების დღის რაციონის შევსება. არც ისე რომ ვთქვათ, პირველი პრობლემა, რაც დგება და სამწუხაროდ ეს ძალიან ბევრი ბავშვისგან მოდის თვითონ, საუზმეზე უარი.
მე შევჭამ, რაც არის არასწორი, იმიტომ რომ დილის საუზმე მოსწავლისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მეორე, სადილი და სკოლებშია ბავშვი ნაკლებად გვხვდება ჯანსაღი კვება, ანუ ბალანსირებული, სწორი კვება სკოლის პერიოდში, სკოლის იმ პერიოდში, როცა სკოლაში იმყოფებიან და მესამე ბრუნდება სახლში და თუ კი იქაც უკვე ჯანსაღი კვება, ნაკლებად ეს დღის რაციონის დარღვევა გამოხდეს, ვთქვათ, რაც არ გვაქვს საბავშვო ბაღებში. საბავშვო ბაღები ამ კუთხით ბევრად მოწესრიგებულია, ძალიან მოწესრიგებულია ამ კუთხით. არასდროს გაგჩენია ცორვილი, რომ აი დაუშვათ, მოხდეს სასწაული ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფომ, განათლების სამინისტრომ ერთ-ერთი რაღაც მიმართულება აიღოს დაუშვათ IP-ის კუთხით და მოაწესრიგოს სკოლებში ჯანსაღი კვება შეიტანოს. მე ძალიან დიდი სიამოვნებით ამ წლები ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ საუბარს გამოვხატავ ნებისმიერი თანამშრომლობის კუთხით, პრაქტიკულად მისი მოწესრიგება ვფიქრობ, რომ არც ისეთი ძალიან რთულია და ყოველთვის მივესალმები და მე მაგალითად იმედს ვიტოვებ, რომ უახლეს პერიოდში ეს საკითხი აქტუალური გახდება და ამას აუცილებლად მოგვარდება ეს საკითხი. ბევრ ბავშვს არ აქვს იმის საშუალება ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ იყიდოს, თუნდაც აქვს საშუალება, კარგით იყიდოს, მაინც ცომეულია, მაინც ფუნთუშეულია, არ აქვს მნიშვნელობა, არ აქვს თუ აქვს, ორივე შემთხვევაში ცუდია. გეთანხმებით აბსოლუტურად. და მოაწესრიგოს, თუნდაც დილით დედა ასაუზმებს და ის შუადღეს რაღაცა ან წვიანი, ან ერთჯერადი კვება, იმიტომ რომ მე მივა ბავშვის სახლში, რაღაცა ცოტა დიდი დასვენება აიღოს, ამისი გაკეთება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, იმიტომ რომ აი მოწესრიგებულია თქვენ ახსენეთ საბავშვო ბაღებში კვება. არასდროს არ ყოფილა ასე მოწესრიგებული, ესეც უნდა ითქვას, როგორც ახლა არის და მენიუ არის გამოქვეყნებული და ზუსტად იმ გაიდლაინებში ჩდება, კი ბატონო. ახლა მე მინდა გადავიდე. კი ბატონო, დაიწყებდით კაპიტანათი, ნახეთ, რატომ არის აქტუალური თქვენს მიერ წამოჭრილი საკითხი. პირველი, ჩვენ სწორედ ამიტომ, რომ შობლის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში ოჯახის წევრების, რომ ბავშვი როგორც კი კვებას იწყებს, თუნდაც საბავშვო ბაღის ასაკამდე, თუნდაც ავიღოთ ის 1 წელი და თქვა მაქსიმუმ 2 წელი, ერთია კვება, მეორე კვებითი უნარების ჩამოყალიბება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ბაღი უკვე ამას ხვდება მოწესრიგებულად და ამას დადებითად იღებს. შემდგომ უკვე იგივე გრძელდება სკოლაში და პრაქტიკულად ჩვენ ვღებულობთ თაობას, რომელსაც ჯანსაღი კვების და ჯანსაღი კვების უნარები აქვს ჩამოყალიბებული, რომელიც რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის. ანუ მივდივართ იმ ქვეყნამდე, რომელიც პრევენციაში უფრო მეც დებს, ვიდრე ვთქვათ იგივე დაავადებების მკურნალობაში. გასაგებია და ახლა მე მინდა გადავიდე იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აწუხებს ბევრ შობელს და სამწუხარო ფაქტიც მოხდა რამდენიმე კვირის წინ გურჯაანში, როდესაც ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა. მე მინდა განმარტება გავაკეთო, ეს არ იყო საათის ელემენტი, ეს იყო აი ხმოვან წიგნებსაც აქვს მრგვალი პატარა ელემენტები, რომელიც ნამდვილად ინფორმაციასაც გავიცანი, ხრეტს ყველაფერს და ვერ ახერხებენ ექიმები გადარჩენას. ერთადერთი შემთხვევა მოხდა მართლაც სასწაულოდესაც ბავშვი გადაარჩინეს რამდენიმე წლის წინ ასეთი გადაყლაპული ელემენტით და რჩევაც იქნება, ქალბატონი ნინო უფრო კარგად და პროფესიონალურად მოგცემთ რჩევას, ასევე ჩამრთველები, შტეფცელები რუსულად გამოვიყენებ, რომ მაყურებელი მარტივად მიხვდეს. არსებობს, იცით, ამას რეკლამებიც უკეთდებოდა იაშულის საავადმყოფოში, მაშინ და ისე მომეწონა ეს იდეა. არსებობს დამცავები, რომელსაც ვიყენებთ, თუნდაც ყველგან შევაერთებთ და აღარ არის ისეთი საშიში. ასევე მაგიდის კუთხეების დამცავები, გაზის ჩამრთველებზეც გავამახვილოთ ყურადღება და ასევე ჩემი ძალიან დიდი სურვილია ხოლმე ყველა გადაცემაში ვიძახი ამას, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ მისმენს. აი, როდესაც კორპუსი შენდება, ხო? გასაგებია კიდევ ბევრი კორპუსი შენდება და კარგი იქნებოდა, რომ გისოსები კეთდებოდეს აივანზეც და ფანჯრებზეც, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი შემთხვევა მოხდა, უბედური შემთხვევა მაღალსართულებზე განსაკუთრებით და ჩემი სურვილი რა თქმა უნდა იქნება, რომ აი თუნდაც ვინც ამ კორპუსს აშენებს, არ ამგონია ისეთი ძვირი დაუჯდეს, რომ აი ეს გისოსებიც დაცული იყოს ყველანაირად, იმიტომ რომ არის შემთხვევები
როდესაც შეიძლება მშობელი წამიერად გაითიშოს, წამიერად მოდუნდეს ქალბატონინო და მოხდეს უბედური შემთხვევა. იცით, 24 საათის განმავლობაში არავინ არ არის ამისგან დაზღვეული. შეიძლება დედას უცებ დილით ჩაეძინოს და ბავშვი გარეთ გამოვიდეს ან საპირფაშოში, ან აბაზანაში ხომ შეიძლება და იყოს აივნის კარები გააღოს და გავიდეს, გაიხედოს უბრალოდ ინტერესის გამო. სანამ ამ კითხვებზე პასუხებ, ზარია ეთერში, მოდით შემოვიყვანოთ მაყურებელი და შემდეგ განვაგრძოთ. გამარჯობა, საღამო მშვიდობის, მოგესალმებით. გასაგებია, დღეს ჩვენ გაიცემა გვაქვს სამედიცინო თემაზე და ამ თემაზე მივიღებ მხოლოდ და მხოლოდ ზარებს. გისმენთ ქალბატონო? ძალიან რთული საკითხიც არის, მაგრამ ძალიან საინტერესო თემატიკა. მე ვიდრე საუბარს დავიწყებდი, ნამდვილად ჩურს ვარ იმასთან დაკავშირებით, თუ კი რაიმე შემთხვევა ხდება, ეს ვინმეს ბრალეულობა უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არა, შეუძლებელია, იმიტომ რომ ბავშვები არიან ძალიან აქტიურები და შემთხვევისგან არასოდეს არ ვართ დაცული, უბრალოდ ჩვენ და ჩემი კუთხით ამ შემთხვევაში საუბარი არის მაქსიმალურად რა შეიძლება შეხსენება იმ სწორი რეკომენდაციებისა, რომელიც შეიძლება რომ დედამ ამ შემთხვევაში უფრო მეტად ყურადსაღები იყოს და ასევე ყველა ეს საკითხები რაც შეიძლება უფრო მეტი ხშირად გამოდიოდეს მშობლებისთვის სარეკომენდაციო კუთხით და მადლობა თქვენ ამ კითხვისთვის და ხელმისაწვდომობა იყოს მსგავსი ყველა იმ დეტალის ანუ იმ პროდუქტისა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების დაცულობას. კარგი იქნებოდა ტელევიზიის ეთერშიც რომ გადიოდეს ასეთი ტიპის. მე მაგალითად ქალბატონო, არც ერთ ტელევიზიაში არ მინახავს, რამდენი წელია ჟურნალისტი ვარ, არც ერთ ტელესივრცეში მსგავსი ტიპის რეკლამა, თურმე რომ არსებობს, მე არც ვიცოდი ესეთი დამცავები, ნახე, როდესაც გამიჩნდა პირველი შვილი იაშვილის კლინიკაში, კეთდებოდა ეკრანებზე რეკლამა და ძალიან გამიხარდა და მაშინვე შევიძინე. იცით, ბევრმა მშობელმა არ იცის. რა თქმა უნდა, ამიტომ თქვი რომ ინფორმაციულობა ამ შემთხვევაში და ხელმისაწვდომობა. ბუნებრივია ხა დღეს მით უფრო ჩვენ ცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როდესაც ერთია ხელმისაწვდომობა გავედით და ნებისმიერ თქვა მარკეტში ამ თქვა რომელიმე მაღაზიაში შევიძინეთ, ან თუნდაც გამოწერის ინტერნეტ საშუალებებიც არის ამასთან დაკავშირებით, თუმცა მეტი უნდა იყოს ხელმისაწვდომობა გეთახმებით. ეხლა პირველი ამ შემთხვევაში ამოსავალი რა არის და რატომ შეიძლება გავამართლოთ მშობლები, ხო? ბავშვები არიან ის უნიკალური სამყაროს წევრები, რომელსაც ყველაფერი აინტერესებთ. ეხლა ბუნებრივია ყოველთვის ვამბობ ამას და ძალიან საინტერესო არის ჩემთვისაც. დაიბადა ახალშობილი, რომელიც მოევლინა ქვეყანას და მისთვის რაც ჩვენ ვიცით, ყველაფერი შესასწავლია. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება თუ რაც თქვენ ბრძანეთ, იმას აინტერესებს, აიმიდან გადაიხედოს, იმას აინტერესებს თუნდაც ჩამთვლში რა ხდება იმ პატარა ხვრელებში, იმისთვის ეს საინტერესო ადგილია. შეიძლება სულაც ფანქრით მივიდეს და სინჯოს რა. ბუნებრივია ეს ყველაფერი მისთვის საინტერესოა. შესაბამისად ბავშვის აქტიურობა ეს იმდენად მნიშვნელოვანია და ყოველთვის, როდესაც ჩვენი ექიმების ამოსავალის არის ნებისმიერი ძირითადად, ხო, რა თქმა უნდა, გარკვეულ პროცენტულად ესე რომ ვთქვათ, რომ ბავშვი აქტიურია, ბავშვის აქტიურობა არის გამსაზღვრელი, ვთქვათ, მისი სამედიცინო მდგომარეობისაც კი. შესაბამისად, ეს ბუნებრივად ესეა. თუმცა ამ შემთხვევაში არის ძალიან ბევრი სწორი რეკომენდაცია. მაგალითად, ხშირად არის რომ მშობელი გეუბნება, რომ ვერ ვაჩერებს, სულ უნდა კიბეებზე ავიდეს, ჩამოვიდეს და ვთქვათ, არის ძალიან ბევრი ოჯახებს აქვს კერძო ბინები. კერძო და შიგნით სახლში არის კიბე გაკეთებული. ვთქვათ, იგივე სართულიდან სართულზე გადაასაადგილებელი და ასე შემდეგ. შიგნის კიბეებიც აქვს, აი გარედან გაკეთებული, როგორი საშიშია, რომ იქიდან ბავშვი ამერიკის შეერთებული შტატები გვეუბნება, რომ ტრაუმების ყველაზე დიდი რაოდენობა, ვთქვათ, ამ ასაკში ბავშვებზე მოდის კიბეებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. აქვე მოდის რეკომენდაცია. ჩვენ ნუ გაგვიკვირდება, მით უმეტეს თუნდაც წლის ზემოწლინახევრის ასაკში და შემდგომ ბავშვს აქვს სურვილი, რომ კიბეზე ავიდეს. ეს მისი ერთ-ერთი განვითარების, ანუ მისი მოტორიკის განვითარების ერთ-ერთი სწორი მიმართულება. ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში რაში ვეხმარებით ბავშვს? იმაში კი არა, რომ კიბეზე არ ავიდეს. ყოველთვის ვასწავლით. ერთი ხელი კონდეს თავისუფალი, რომელსაც მოაჯირს დაი. გასაგებია, თუმცა ხომ არიან პატარებიც, რომლებიც შეიძლება ავიდნენ ჯერ, რომელმაც არ იცის იმის მნიშვნელობა, რომ ხელი მოკიდოს. ამისთვის ძალიან კარგი არის, აი
ჩამკეტები ამ შემთხვევაში პირველი არის ეგრეთ წოდებული, რასაც ეწოდებით ჩამკეტ ჭიშკარს, რომელიც შეიძლება იყოს თქვა სართულიდან სართულამდე, სპინის პირობებში და საკუთარი სახლის პირობებში, რომელიც ასევე დაცულობას წარმოადგენს. მშობლებისთვის პირველი რეკომენდაცია, როცა ბავშვი ხელში ყავს, იქ სხვა საგანი უკვე აღარ უნდა ეჭიროს, ამიტომ რომ მას კონდეს მეორე ხელით დაყრდნობა მოაჯირზე ჩამოტანის დროს. მესამე მნიშვნელოვანი თუ კი ვთქვა დედა სახლში მარტოა და ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ ვთქვა სართული უნდა ჩამოიაროს კიბებზე. ბავშვს ვტოვებთ ჩაკეტილ მოაჯირის იქეთ, რა თქმა უნდა, თუნდაც საწოლზე ან უსაფრთხო ადგილზე და შესაბამისად დედა მხოლოდ ამის შემდეგ გადის. მეოთხე მნიშვნელოვანია რომ არ გვიჭიროს თუნდაც თხევადი რომელიმე პროდუქტი ბავშვის ჩამოყვანის და აყვანის დროს, არ არის ეტლის ჩაყვანა, ჩამოყვანა ბავშვთან ერთად, ამ შემთხვევაში ბავშვს ტოვებთ, ეტლი ჩამოგვაქვს და მერე შემდეგ უკვე მოგვაქვს. მნიშვნელოვანი რაც არის ეხლა მე სტანდარტიზებად მშენებლობის ცოტა გამიჭირდება, მაგრამ ფანჯრებთან დაკავშირებით უნდა იყოს ისეთი სპეციალური დამჭერი, რომელიც ფანჯრის ერთ მხარეს და მეორე მხარეს სპეციალური დამცავებია, რომელიც იღება ფანჯარა მხოლოდ 4 ინჩის, ანუ დაახლოებით გამოდის 1-2 სანტიმეტრის დონეზე მეტი, არა სადაც ბავშვის ვერცეთი ასაკის თავი ვერ გაეტევა. ამიტომ ასეთი დამცავების აი როგორც კლინიკებშია, ხო? დიახ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამაგრები სპეციალური, რომელიც ისე ემაგრება, რომ როდესაც ბავშვს აქვს სურვილი ფანჯრის გაღების ეს არ არის პრობლემა, ის იღება მხოლოდ იმ რაოდ სანტიმეტრი დაახლოებით სანტიმეტრი ნახევარი, სადაც მისი თავის ომაც კი ვერ გაეტევა. ამიტომ აქ დაცულობა მაქსიმალურად ჩვენ მიღებული გვაქვს. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი, იგივე თუნდაც ახლა ისეთი პერიოდებია ხშირად, თქვა ბავშვების ძალიან კარგია და ყოველთვის ამ რეკომენდაციას ვაზრებთ, რომ მშობლებთან ერთად მოამზადონ, იყვნენ თუნდაც იმ სამზარეულოში მათთან ერთად. პირველი რეკომენდაცია ჩამკეტები გასქურების, რა თქმა უნდა, უნიშნულოვანია, იმიტომ რომ გამორთული გასქურაც კი ხშირად საშიშროებას წარმოადგენს. მიკროტალღურ ღუმელებთან, რომელიც დღეს ასე აქტუალურია, მოცილება ბავშვების, ერთი და მეორე, არ არის სასურველი მიკროტალღურ ღუმელში სისტემატურად ბავშვის პროდუქტის მომზადება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხშირად არათანაბრად აკეთებს ტემპერატურულ მიმზიდ ამ შემთხვევაში გადაცემას. რა თქმა უნდა, გასთან პირველი რეკომენდაცია, ვთქვათ იგივე ტაფის, ამ თქვათ გრძელი სახელურები, ყოველთვის ვქონდეს გასქურის უკან, რომ ბავშვისთვის ის ხელმიუწვდომელი იყოს ხელის მისი მოკიდება. შესაბამისად, რაც თქვენ ბრძანეთ, ასევე ვთქვათ მაგიდის დამცავები კუთხეების. ბუნებრივია ბავშვი, როდესაც არის აქტიური, ის ვთქვათ შეიძლება მოხდეს კარებთან, მოხდეს ნებისმიერ კარებთან ვახსენე, იმიტომ რომ კარებთანაც სხვადასხვა დამცავები სჭირდება სპეციალური რგოლები, რომელიც მის დაკეტვას ხელს უშლის ამ შემთხვევაში და დაცულია რომ იკეტის, ხო ვთქვათ იგივე ბავშვებს უყვართ, ხო ვთქვათ კარების გაღება, თითი არ მოხდეს და ასე შემდეგ, მაგაც მასაც თავისი დამცავები აქვს. მეორე კუთხეების დამცავები, რომელიც სხვადასხვა ტრავმისგან იცავს და ბევრი ესეთი მნიშვნელოვანი დეტალი, რა თქმა უნდა, იმ ხელშემწყობია, რომელიც გვეხმარება, რა თქმა უნდა, ბავშვებთან ამ შემთხვევაში მეტი უსაფრთხოების დაცვის კუთხით. ამ ყველაფრის კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს და ამ თემას მივაბამდი, ძალიან ახლოს არის პიროტექნიკასთანაც, როდესაც აი მშობელმა უნდა გათვალოს ეს ყველაფერი და აი ამისი კულტურა უნდა არსებობდეს საქართველოში, რა და როგორ გამოვიყენოთ სწორად. რა თქმა უნდა, მე პიროტექნიკას საერთოდ არ გულისხმობ, რომ უნდა გამოვიყენოთ. მე ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ მისი ყიდვის და მე ვარ მომხრე იმის, რომ მხოლოდ მოხდეს ხელისუფლების მხრიდან ნეიტრალური ზონიდან კი ბატონო. ეს ქონდა ძალიან დაგებითი დინამიკა ამასთან დაკავშირებით და მეორე რაც თქვენ ბრძანეთ, თუნდაც ის პატარა ელემენტები, მე ძალიან ხშირად თქვენს ეთერშიც გასულ წელს ვისაუბრებთ, რომ ამაზე ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები იყო და ასევე ელემენტები, ის ბურთულები რომელიც დიდდება. აი, ხმოვან წიგნებშია, კი. ძალიან ბევრი ესეთი დეტალი, თქვა იგივე სათამაშოები, რომელსაც აქვს თვალები, ესეთი ელემენტები. ყოველთვის შემამოწმოთ, ხომ არ ძვრება, ხომ არ შეუძლია ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იყოს მისი მოცილება, იგივე ფოლაკი, თქვა რაღაც რომელიმე სათამაშოზე და აი ასეთი დეტალები. ბურბალი მანქანის, აი ყველა დეტალი. რა თქმა უნდა, გუსაფრთხოება სათამაშოსთან დაკავშირებით ეს კიდე სათამაშოების კუთხით ერთი გასაშლელი თემა, თქვა ასაკობრივი ჭრილის მიხედვით, ვიდრე ბავშვი თქვა 2 წლამდე და მე თუნდაც 3 წლამდე ბასრი არ იყოს, რომელიც დაუზიანებს თუნდაც კანს. შესაბამისად ის რაც უსაფრთხოება გადაყლაპასთან დაკავშირებით. ეს გადაყლაპაც ჩვეულებრივი უნარია ბავშვის. შეიძლება აი მე გეთანხმებით ქალბატონო, იცით რაში რომ განა იმიტომ რომ მშობელი ვარ და რაღაც უბრალოდ შეიძლება შენ აუკრძალო, გამოართვა, მე მიბრუნდე უცებ და მაინც იგივე გააკეთოს.
ახო, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ჩანაცვლებად შეგვიძლია ხო თქვა, ეს უკვე აქტიურობის მომენტიც არის და ეს უკვე ხამშობილს თქვა ინტერაქცია ამ შემთხვევაში ბავშვთან და ბავშვის თქვა ყურადღების გადატანა სხვა. ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ კიდევ ამბობ ბავშვები იცნობენ სამყაროს. ბავშვების გაცნობა სამყაროსი ხდება ვიზუალიზაციით, ხელის შეხებით და მეორე პირის ღრუში მოთავსებით, იმიტომ რომ საგემოვნებო კუთხით მათ აინტერესებს რა გემო აქვს, როგორია და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად რა თქმა უნდა უსაფრთხოების ზომები მივიღოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყვავდეს ბავშვი და მე უსურვებდი ყველა მშობელს რა თქმა უნდა ნებისმიერი მსგავსი შემთხვევისგან დაცული ყოფილიყოს ყველა ბავშვი. გასაგებია 5 წუთი გრჩება გადაცემის დასრულებამდე და მე მინდა რომ რჩევები მიმართოთ. მშობლებთან არის გაზაფხული, არის მნიშვნელოვანი პერიოდი, სჭირდებათ თუ არა ვიტამინები, რა უნდა ვქნათ და როგორ უნდა მოვიქცეთ წელიწადის ამბავს. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის გაზაფხულის პერიოდი ეს მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პერიოდია ბუნების გაღვიძების, სიმწვანის, სილამაზის და ასე შემდგომ, მაგრამ ამ შემთხვევაში მეტი ენერგიაც გვესაჭიროება ხოლმე, აუცილებელია რომ ბუნებრივია ჯანსაღად ენერგიულად შეხვდეს მithumetes ბავშვები და თუ კი ბავშვი ყობს ჯანსაღად იკვებება, ანუ ის ბალანსი დაცულია მისთვის უკვე სეზონურობაზე განსაკუთრებულად ამ შემთხვევაში ნაკლებად ხდება გამახვილება ყურადღებისა, თუმცა ბუნებრივია თქვა ტემპერატურის მატებასთან დროს შეიძლება პირველი აქ იყოს თქვა იგივე წყლის რაოდენობის გაზრდა, რომელიც სწორადაც მე ყოველთვის თავს ვიკავებ ბავშვებში სუსტი რაოდენობის რო ლიტრი ნახევარი უნდა იყოს სადღე. კი, ერთი ძალიან სწორი დაცვის პრინციპია, რომ კილოგრამ წონაზე დაახლოებით 35 მილილიტრი რაოდენობა სითხე რეკომენდებულია დღის მანძილზე, მაგრამ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თქვათ, ბავშვების წყლის რაოდენობის მოთხოვნილება ტემპერატურის მატებასთან მეტად შეიძლება მოხდეს, თუმცა რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია დოზირების დაცვა. ერთსაც ვიტყოდი, რომ არ მივიდეს, თქვათ, მithumetes მოზრდილი ბავშვები, აი ძალიან დიდ წყურულთან, როდესაც ბავშვს უკვე ხშირად შეიძლება რომ ის დოზირებით 2 მილilitrიც არ ყოფნის პირველ დალივაზე და თქვა ისევ განმეორების სურვილი აქვს. ანუ, როდესაც ჩვენ ჭარბად ვღებულობთ სითხეს, ან იმდენად გვაქვს ამის სურვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ დეჰიდრატაცია უკვე ორგანიზმში დაწყებულია, ამიტომ საუცილებელია, რომ სითხის მიღება იყოს დაბალანსებულად დღის მანძილზე და შესაბამისად პირველი არ გქონდეს დეჰიდრატაციის პრობლემა მნიშვნელოვნად. მეორე, რა თქმა უნდა, უკვე გაზაფხული საქართველოს ასოცირდება ძალიან ბევრ ახალ სეზონურ პროდუქტებთან, განსაკუთრებით ხილთან, სასურველია რომ მისი ჩართულობა მოხდეს, თუ კი თქვა დამატებით კვებაზე სწორედ ამ პერიოდში გადადიან ბავშვები, მისი ჩართულობა მოხდეს სწორი წესით, რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციის კუთხით და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ის იყოს ჯანსაღი პერიოდი, რაც შეეხება ასევე არ შემიძლია გავამახვილო ყურადღება, უკვე მოდის აღდგომის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებულად ეს არის ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაული, ბავშვებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი დღესასწაული, მისი ლამაზი სიმბოლოებით ეს არის პასკაც და კვერცხი პირველ რიგში რა თქმა უნდა, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია დოზირების დაცვა, დამერწმუნეთ ბავშვებისთვის მისი მომზადება, ჩართულობა, სწორედ თუნდაც ხების პროცესში, მომზადების პროცესში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეს არ აისახება აუცილებლად რაოდენობრივად მისაღებ პროდუქტების ჯერადობის აუცილებელ გაზრდაზე. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ საუბრობთ პასკას, მე მინდა აღვნიშნო, ის მზადდება ძალიან ბევრი სანელებლების კუთხით, რომელიც კი მას ძალიან სასიამოვნო და გემოვნურ თავისებურებას ვნებს, მაგრამ თუ კი ჩვენ საუბრობთ ბავშვებზე, რომლებსაც ჯერ მსგავსი პროდუქტები ნაკლებად გაუსინჯავს, ანუ უცხო სანელებლები, რომელიც კი ბატონო შემოდის უკვე სადღაც წლამდე ასაკის ბავშვებსაც ჩვენ თითოეულს ბოსტნეულს ვთქვათ იგივე ქინძს და მსგავს პროდუქტებს ვრთავთ, მაგრამ მსგავსი გაჯერებული სანელებლების კუთხით არ არის რეკომენდებული ვთქვათ ჯერადობით დიდი რაოდენობის მიღება, იმიტომ რომ თითოეული მსგავსი სანელებელი უნდა იყოს შესული ასე რომ ვთქვათ პერიოდულობით და გარკვეულად დოზირებით ბავშვებს. მადლობა ქალბატონო, დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. გმადლობთ როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე შეგახსენებთ რომ დღეს სამედიცინო ინტერაქტივის სტუმარი გახლდათ პროფესორი, პედიატრი, ნუტრიციოლოგი ქალბატონი ნინო თოთაძე. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა, მე გემშვიდობებით, ეს გახლდათ სამედიცინო ინტერაქტივი. დიდი მადლობა რომ გვისმენდით, გვიყურებდით, დარჩით ობიექტივზე, რა თქმა უნდა, წინ გალით ძალიან საინტერესო გადაცემები, საინტერესო სტუმრებთან ერთად. ნახვამდის.
მოდი